ეს მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი დასრულებულია წელს. საერთაშორისო ჟიურის რჩეული და ორი მთავარი პრიზის მფლობელი ქართველი რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი სახელწოდებით ტრაგედია უგმიროდ გახდა. ვასაპრიზო კატეგორიაში კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ქართული სურათი მოხვდა. რეჟისორ შალვა შენგელის ნამუშევარში შესრულებული მთავარი როლისთვის ჯილდო მსახიობ ავთანდილ მხარაძეს მიენიჭა. მესტიაში საერთაშორისო ფესტივალი წელს უკვე მეხუთედ გაიმართა. ფესტივალის გრან-პრი და საზოგადოებრივი მაუწყებლის სპეციალური ჯილდო. ჩვენი სადებიუტო ფილმისთვის ტრაგედია უგმიროდ. მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ორი მთავარი პრიზი პროფესიით მსახიობის რევაზ ნასიძის სადებიუტო ნამუშევარმა ერთდროულად დაიმსახურა. მოკლემეტრაჟიანის სურათი, რომლის გადაღებაზეც შემოქმედებითი ჯგუფი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, საერთაშორისო ჟიურის ყველა წევრის რჩეული გახდა. ფილმი ნიკოლ ორთქიფანიძის ამავე სახელწოდების ცნობილ ნაწარმოებს ეფუძნება. ერთხმად გადავწყვიტეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ ეს გადაგვიღო. უბრალოდ რთული ის იყო, რომ ეს ნაწარმოები რაღაც გენიალური დრამატურგია აქვს. ერთ ნახევარ გვერდში ტრიალდება უდიდესი ტრაგედია და ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, რომ არ დაგვერღვია ამ ამბის არც შინაარსი და არც ამ დრამატურგიის უიშვიათეს დრამატურგიის თვისებები. საერთაშორისო ჟიურის რჩეული ფილმი, რომელიც მთის თემატიკაზეა გადაღებული, ფრანგი რეჟისორის სოფი ლავოს ბოლო მწვერვალი გახდა. როგორც ჟიურიმ ფილმის შეფასებისას აღნიშნა, ეს არის ფილმი, რომელიც კლდეზე ცოცვას მოგანდომებს. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში კი გამარჯვებულის ჯილდო კოლუმბიაში გაემგზავრება სურათისთვის იოლანდა ვოლკსელოუნ. პრაქტიკულად მოკლემეტრაჟიან ფილმებში თითო ფილმი იყო თითო ქვეყნიდან დაახლოებით, ასე რომ ვთქვა რა. და სასიამოვნოა ის, რომ მონაწილეობდა ევროპული ქვეყნები, მონაწილეობდა, რა თქმა უნდა, საქართველო, კანადა და რა ვიცი, სხვადასხვა ესეთი ძალიან საინტერესო ქვეყანა. და ძალიან მრავალფეროვანი იყო. რა თქმა უნდა, ყველა გადაწყვეტილება არ არის ერთსულოვანი, მაგრამ რა თქმა უნდა იმ მეგობრული ურთიერთობით და პატივისცემით მივახციეთ კონსენსუსს. 7 საპრიზო კატეგორიაში კიდევ ერთი ქართული სურათი მოხვდა და შალვა შენგელის ფილმში სავსე სიცარიელე შესრულებული მთავარი როლისთვის ჯილდო მსახიობ ავთანდილ მხარაძეს მიენიჭა. ჟიურის სპეციალური აღნიშვნა კი დაიმსახურეს რეჟისორებმა თურქეთიდან, ინდოეთიდან, სომხეთიდან და ეგვიპტიდან. ძალიან ბედნიერი ვარ არა მხოლოდ იმ ჯილდოს გამო, რაც მივიღე, არამედ იმის გამოც, რაც აქ ვნახე, ვინც აქ გავიცანი. იმ დროის გამო, რომელიც აქ გავატარე. მესტია არის ძალიან და კიდევ ერთხელ ძალიან ამაღელვებელი ადგილი. ფესტივალის ორ საკონკურსო სექციაში მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნიდან შერჩეული 18 მოკლემეტრაჟიანი და 6 მთის თემატიკის ფილმი მონაწილეობდა. საერთაშორისო ჟიური კი იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და საქართველოდან მოწვეულ პროფესიონალებს აერთიანებდა. ამ ქვეყნის მასპინძლობა არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში. რაც შეეხება ფესტივალს, ყველაფერი იდეალურადაა ორგანიზებული და ამისთვის მადლობა ხათუნას, ჩემს საუკეთესო მეგობარს. თუ გაინტერესებთ რას ვგრძნობ, ვგრძნობ იმას, რამაც უკან დამაბრუნა ამ ქვეყანაში. ძალიან ლამაზი ქვეყანაა, ნიჭიერი და საინტერესო ხალხი და რაც მთავარია, საჭმელი, ჭაჭა და კინო, რომელიც ასე ძალიან უხდება ამ ყველაფერს. საიუბილეო წლის პარკლებში ფესტივალის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მთასა და ალპინიზმთან დაკავშირებული 4 მნიშვნელოვანი ადამიანის ალექსანდრა ჯაფარიძის, მიხეილ ხერგიანის, გურამ თიკანაძისა და არჩილ ბადრიაშვილის საფოსტო მარკები გამოიცა. მარკები გაყიდვაში შემოდგომიდან ჩაეშვება. არჩილ ბადრიაშვილის და ნიკო ფალიანის ხსოვნას მიეძღვნა წლევანდელი ფესტივალიც. წელს იყო განსაკუთრებული ნდობა მესტიელების და სვანეთის. მე მგონია და იმედიანად ვარ, რომ მომავალ წელს ეს მეტი იქნება და ჩვენ შევძლებთ, რომ მეტი და მეტი გავაკეთოთ, იმიტომ რომ წელს ერთი დღე დავამატეთ ფესტივალს, იმიტომ რომ 3 დღე საკონკურსო და 2 მხოლოდ გახსნა დახურვა არ იყო საკმარისი. რა თქმა უნდა, წელს განსაკუთრებულად საინტერესო რეპერტუარით ვიყავით და ეს გამოიწვია იმან, რომ ერთი დღით ზედმეტი საშუალება ჰქონდა და ერთი დღით მეტი ფილმების ჩვენება მოვახერხეთ. მესტიის მთის და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი უკვე 5 წელია ყოველწლიურად ტარდება.